მეგობრებო, ეხლა უნდა გავიკეთოთ ეს საერთო გაშლა. თემას მე არ დავადგენ, რა უნდა გითხრათ მაღალმა ძალებმა, რისი ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ ჩემგან, ასე ვთქვათ. რა უნდა მიიღოთ ინფორმაციად და თუ შეატყობთ, რომ ენერგეტიკა ემთხოვა და თქვენი იდენტიფიკაცია მიიღეთ ეს ინფორმაცია, რაღაც ნაწილს მაინც მიიღებთ საჭირო ინფორმაციისას, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ასე რომ ლაიკები ყველა ვარიანტში არ დაგეზაროთ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, ჩემი YouTube გვერდიც, შეგიძლიათ ლინკში იპოვოთ, ქუჩივე არის ლინკი, უბრალოდ გააზიარეთ, შეინახეთ და იაქტიურეთ. ძალიან გთხოვთ იაქტიურეთ, იმიტომ რომ ნახვები არის ძალიან ბევრი ჩემი გაშლების და ლაიკები მინიმალური, ასე რომ ძალიან მჭირდება თქვენი გვერდში დგომა, იმისთვის რომ გავიზარდოთ და ვისაც არ აქვს ჩემი გვერდი გამოწერილი და ნახი, გამოიწერონ მათაც, ნახონ მათაც, მიიღონ საჭირო ინფორმაციები ჩემი დახმარებით და თქვენი დალაიკებით და გააქტიურებით, ასე ვთქვათ, თქვენი დახმარებითაც. წავედით ახლა გავიგოთ რა ენერგიებში ხართ თქვენ ეხლა, რა გაღელვებთ, რა უნდა გაიგოთ, რისი თქმა უნდა მაღალ ძალებს უცებ მომივიდა ეს გაშლის თემატიკა და ვფიქრობ რაღაც მაქვს სათქმელი, ვინაიდან დღესდღეობით ცოტა არარეალურია. მეხუთე ვიდეოს ვწერ, რომელიც ხშირად არ ხდება ხოლმე ჩემი udroობის გამო. მომინდა და მოდი ჩავწერ მეთქი, იმიტომ რომ საჭიროა ესე იგი ვიღაცისთვის რაღაც ინფორმაციის მიწოდება და კი ბატონო, აგერ ვარ. რა ხდება თქვენ ცხოვრებაში? იუსტიცია, მაღალი არკანი, იმპერატორი, მაღალი არკანი მეხუთე და 3000. თქვენ ცხოვრებაში ახლა არის იმპერატორი, ეს არის მეუღლე, გაშლა არის ორივე სქესისთვის შეგახსენებთ ჩემი გაშლები და საშუალო სქესისთვის არასდროს გაშლები არ მაქვს ჩემი, ასე რომ საშუალო სქესისებმა შეგიძლიათ ასკროლოთ და ნეგატიური კომენტარების ავტორებს ვეტყვი, რომ პირდაპირ გაფრთხილების შემდეგ პირდაპირ ბლოკავ თქვენი ირონია, ქილიკი და ნეგატივები და სიცილები შეგიძლიათ სხვა გვერდზე გამოიყენოთ ჩვენთან მხოლოდ სიყვარული, სითბო და საჭირო ინფორმაცია, რომელიც ჭირდება ჩემ გამომწერებს მიიღონ ხოლმე, ასე რომ ეს პატარა ჩართვა მიიღეთ ჩემგან მაპატიეთ გადახვევისთვის. იმპერატორი არის მეუღლის კარტი, კიდევ ესე იგი თავიდან ვიწყებ, თქვენი მეუღლეა თუ ვინმეს მეუღლეა და ქორწინებასთან დაკავშირებული რაღაცა საბუთების და კანონიერების მოგვარების თემატიკაშია. 3000-ით ხშირად არის სასიყვარულო სამკუთხედზე საუბარი, შესაძლებელია ან თქვენი მეუღლეა და თქვენი ქორწინება, განქორწინების თემატიკაზეა საუბარი, ან ვიღაცის მეუღლეა და მასთან დაკავშირებით არის კონფლიქტი, არის შეხლა-შემოხლა, არის დიდი ძალისხმევის მიმართულება, რომ ეს ყველაფერი აიტანოთ და გადაიტანოთ და მე-11 მაღალი არკანი ძალა მიჩვენებს, რომ შესაძლებელია ხშირი კონფლიქტური სიტუაციებიც გაქვთ. სიტყვიერი შეურაცხყოფები იქნება თუ რაღაცა შეურაცხყოფების, ფსიქოლოგიური შეურაცხყოფების ატანა გიწევთ აი ამ სიტუაციიდან გამომდინარე თქვენი თავის გაძლიერება, სიძლიერის, შინაგანი ძალის ხმევის მიმართულება და საკუთარი თავის და ემოციის ხელში აყვანა ხშირად გიწევთ, შესაძლებელია ამ სიტუაციიდან გამომდინარე, რომ აი წყობილებიდან არ გამოხვიდეთ და ძალიან დიდ ძალისხმევას, დიდ ენერგიულ ჩართულობას ითხოვს თქვენი კონკრეტულად ეს თემატიკა. კიდევ ვიმეორებ 3000-ით ხშირად არის სიტუაცია სასიყვარულო სამკუთხედის, აქედან გამომდინარე ეს თემა და ეს გაშლა იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც საკუთარ თავს გრძნობთ და იცით ზუსტად ან არ იცით, მაგრამ ეჭვობთ, რომ სასიყვარულო სამკუთხედზე არის საუბარი. შეიძლება მეუღლე კონკრეტულად თუ ვინმესია და ყოფილი მეუღლე თუ არის ჩართული და ახლა აღარ აქვს მას ურთიერთობა, ამ თემატიკასთან დაკავშირებით იყოს რაღაც შეხლა-შემოხლა, იმიტომ რომ ხშირად შეიძლება მისი ყოფილი მეუღლე აქტიურობდეს ბავშვების ნახვასთან დაკავშირებით, ალიმენტთან, 1000 დეტალებია, რომელიც თქვენზე ფსიქოლოგიურ და ემოციურ, ასე ვთქვათ, სტრესს იწვევს, რაც საბოლოო ჯამში აისახება ხოლმე კონფლიქტურ სიტუაციებამდეც კი მიდიხართ. ასეთი ენერგეტიკა თუ ატყობთ, რომ თქვენზე იქნება ეს გაშლა, უყუროთ ახლა რა უნდა იცოდეთ მაღალი ძალებისგან ამ თემასთან დაკავშირებით. რა უნდა იცოდეთ ამ თემასთან დაკავშირებით. ტუზ ჟეზლი, ხუთიან ხმალი, 4-იან ჟეზლი. ტუზ ჟეზლი ეს არის, ძალიან ესეთი კარტია.
არ შევატარებ, მაგრამ ძალიან დედაშვილური კარტია. ეს არის კარტი, რომელიც არის ახალი ენერგიით ამოვსებელი კარტი, ეს არის რაღაცა ბავშვივით, აი ახალი სულის შთამბერავი თითქოს ენერგეტიკა, რომელიც გინდა გაახლო რაღაცნაირად ახალი აღტკინებით, ახალი ემოციით და ტემპერამენტით ივსები ადამიანის მიმართ, მაგრამ ეს არის აღტკინება და ენერგეტიკა კონფლიქტის მიმართ. ეს არის ხუთიან ხმალი, სადაც არის კონფლიქტური სიტუაცია, კიდევ ვიმეორებ, ძალიან დიდი ალბათობით ხშირად გქონიათ შეიძლება უკვე კონფლიქტური სიტუაციები, რაც უკვე ენერგეტიკაში ვახსენეთ ზემოთ, მაგრამ ეს არის თითქოს აი ეკლებზე ხართ, რომ აი ჩხუბის ენერგეტიკა, რომ გინდათ თავიდან დაიწყოთ ამ თემის განხილვა, ქექვა, რაღაცეების მოძიება სოციალში, ისე ჯიბეების ქექვა თუ ტელეფონის ქექვა თუ აი რაღაცას ახლიდან ცდილობთ, რომ ამოქეკოთ, გაარკვიოთ, ახალი ცეცხლით აინთეთ ამ კონფლიქტთან მიმართებაში. რაც უკვე გქონდათ იმ კონფლიქტია ზოგისთვის, ნაწილისთვის საუბარი თუ ახლიდან გინდათ აი ეს კარგად იჩხუბოთ, კარგად ცხვირი მიუნაყოთ, რაღაცნაირად კარგად გაარკვიოთ, რა ხდება საბოლოო ჯამში და წერტილი დასვათ. თუ გადაიყვანოთ ეს ურთიერთობა უკვე მშვიდ და აი ესეთ სტაბილურ 4-იან ჟეზლში, 4-იანი ჟეზლი ეს არის 4 ფუძის სტანდარტული სტაბილური ურთიერთობა, რომელიც მოიცავს ფიზიკურ შეხებებს, თანაცხოვრებასაც კი ზოგჯერ ეს არის ურთიერთობა დღესასწაული ერთმანეთის მიმართ, ეს არის ფუძიანი სახლი თუ არა ასე ვიტყოდი, 4 ფეხზე უკვე რაღაცა საფუძველი იმისი, რომ სტაბილური, ასე ვთქვათ, მყარი ურთიერთობა იყოს, ვიდრე ეხლა არის აი ესე ქანაობს ყველა ქარტეხილზე და ყველა ჭექაქუხილზე იმის ალბათობა, რომ აი დღეს დაინგრევა ეს ურთიერთობა ამ ეჭვიანობის ფონზე, რაც გიქმნით ასეთ დეპრესიულ ვითარებას, არაფერი აღარ მიხარია, არაფერი არ მინდა, არავის დანახვა არ მინდა, ძალიან დეპრესიაში გაგდებთ ეს სიტუაცია. უნდა იცოდეთ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ის, რომ აი ეს თქვენი კონფლიქტური სიტუაციაზე და ჩხუბის მიმართ წამოგება კარგს არაფერს არ მოგიტანთ. აი ეს კონფლიქტური სიტუაცია უნდა შეეცადოთ კიდევ კონფლიქტური სიტუაცია თქო და აგერ 5-იან ჟეზლით ხმლების უაზრო ქნება, ეს არის უაზრო ენერგეტიკა, თქვენგან წამოსული უაზრო მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, მაგრამ აი არაფრის მომცემი უაზრო ხმლების ქნება, სადაც გამარჯვებული არ არის. 5-იან ხმალი, 5-იან ჟეზლი, ეს არის აქტიურობა, რომელიც ენერგიას და ძალას გაცლით და საჭირო არ არის. მიგიყვანთ კონფლიქტამდე ისევ, იმის მაგვრად რომ მიხვიდეთ რაღაცა სიმშვიდით და სიწყნარით აი ამ სტაბილურობამდე. ეს თქვენი ცეცხლი და ენერგეტიკა უნდა აანთოთო სამყარო გეუბნებათ, არა კონფლიქტის მხრივ, არამედ ახლიდან შთაბეროთ თქვენი ენერგიები სტაბილურობის გამყარებას, ჩამოყალიბებას, თუ ჯერ სტაბილურად არ გაქვთ ეს ურთიერთობა ჩამოყალიბებული, აი დასტაბილურებისკენ მიმართეთ თქვენი ტუზჟეზლი, თქვენი ენერგია, თქვენი ცეცხლი, ტემპერამენტი, დაალაგებისკენ გარდასახეთ ეს კონფლიქტი, მოდი სხვა მხრიდან, აი იმის მხრიდან რომ ეცადოთ რომ გასტაბილურდეს ეს ურთიერთობა და ეს დეპრესიული მდგომარეობა, ეს თქვენი თავის მოტყუება იმითი, რომ აი ამას რო გავქეკავ, დავწყნარდები, არ დაწყნარდებით. თქვენ გინდათ იყოთ გაქექილი და ინფორმაციის მიღებულ სტატუსში, თუ თქვენ თავს იტყუებთ, რომ ამას რომ გაიგებთ, უფრო ბედნიერი იქნებით. არ იქნებით უფრო ბედნიერი, ეს მიგიყვანთ იქამდეო სამყარო გეუბნებათ, რომ ისევ ძალიან სერიოზულ კონფლიქტში მიხვალთ, სადაც გამარჯვებული მხარე 5-იან ხმალით არ არსებობს როგორც წესი, ამიტომ გამოიძინეთ, დაისვენეთ, მარტო იყავით თუნდაც, ვიკენდზე სადმე წადით, დაისვენეთ, გამოიძინეთ უბრალოდ, გადახარშეთ, გადაიტანეთ, გადააგორეთ კონფლიქტური სიტუაცია, რომ არ შეიქმნას რთული მდგომარეობა თქვენ კრიზისი არ დაგემართოთ, იმიტომ რომ ეს მიგიყვანთ დიდ და რთულ კონფლიქტამდე, რასაც სამყარო არ გირჩევთ, თქვენი სიყვარული და თასი დაანახეთო, ქალბატონები ხართ თუ მამაკაცები, ამას მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება წყლის სტიქიას წარმოადგენთ, აი ეს თქვენი ემოციური დადებითი მხარე გაუყავით, გაუნაწილეთ და აჩვენეთ, რომ კონფლიქტზე კი არ ხართ კონცენტრირებული, არამედ სიყვარული გინდათ, სითბო გინდათ და ამას უწილადებთ ამ ადამიანს.
შეიცვალეთ თქვენი კურსი, კონფლიქტი არაფერ კარგს არ მოგიდანთ. ყველა ვარიანტი. ახალი ეტაპი უნდა გაანულოთ, ახალი ეტაპი იწყება თქვენ ურთიერთობაში. ყველაფერი არის თქვენზე, მიიღეთ.